რამდენად ღიად და გამჭვირვალედ მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევა. მმართველ გუნდს შეკითხვები აქვს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტს და პარტიებს მიუთითებენ, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, თვითონ დახურული პროცესით გარიგდნენ კანდიდატებზე. ბრალდებებს პასუხობენ მესამე სექტორში. აქ აცხადებენ, რომ კრიტერიუმები არასამთავრობოებმა წინასწარ გამოაქვეყნეს, პასუხისმგებლობა კი პროცესის გამჭვირვალობაზე პარლამენტს ეკისრება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე 3 კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გუშინ დაასახელეს. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს თემაზე. შოთა, როგორია არგუმენტები? კრიტერიუმებთან დაკავშირებით დღეს კურიერთან ბაია პატარაიამ დეტალურად ისაუბრა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც შერჩევის პროცესში იღებდა მონაწილეობას. ჩვენთან აცხადებს, რომ ძირითადი კრიტერიუმი კანდიდატის შერჩევის დროს იყო 5 წლიანი აპოლიტიკური საქმიანობა, გარდა ამისა მინიმუმ 5 წლიანი სტაჟი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მუშაობის რაც შეეხება ზოგადად შერჩეულ კანდიდატებს, პატარაიას განმარტებით ეს შერჩევა არის სარეკომენდაციო სახის და აქ თვითწარდგინებით არ მომხდარა პირების შერჩევა. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონსულტაციებში, ხმათა უმრავლესობით შეარჩია მისთვის ყველაზე მისაღები 3 პირის კანდიდატურა. ჩვენ შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმების მიხედვითაც უნდა შეგვერჩია კანდიდატები, ვიმსჯელეთ ყველა არსებულ კანდიდატზე, კენჭიც კი ვუყარეთ და დაგვრჩა 3 კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა მთელი ჯგუფის უმრავლესობის ძლიერი მხარდაჭერა და სწორედ ამ კანდიდატებს უკვე ჩვენ დავუკავშირდით ორშაბათს და უთხარით, რომ ისინი შეარჩია ჩვენმა ჯგუფმა და უთხარით აპირებენ თუ არა პროცესში მონაწილეობას, მოუწოდეთ, რომ შეიტანონ საბუთები და უთხარით, რომ ჩვენ მათ მხარდაჭერად დავფიქსირდებით და ასევე ვკითხეთ, არიან თუ არა თანახმა, რომ საჯარო დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც ჩვენ ამ ჩვენი კანდიდატებისთვის დავაორგანიზებთ. მესამე სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საპარლამენტო ოპოზიციაში. მათი ნაწილი ამბობს, რომ კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და შესაბამისად მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს უფრო მეტი შანსი ექნება, რომ წარმატებას მიაღწიოს სახალხო დამცველის თანამდებობისთვის ბრძოლაში. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ რადგან მათი პოზიცია გაცხადებული იყო თავიდანვე და ისინი ენდობოდნენ მესამე სექტორს, მზად არიან სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შერჩეულ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი. პრობლემები კანდიდატებთან არ მაქვს, მიხარია რომ ასეთი კანდიდატებია, იმიტომ რომ ცხადია რომ იაგო ხვიჩიაზე უკეთეს კანდიდატი ვერ წარადგინა და იმედი მაქვს რომ ამ სიტუაციაში ასეთი სიტუაცია თუ შენარჩუნდება, იაგო ხვიჩიას დიდი შანსები ექნება რომ მიიღოს მხარდაჭერა სხვა პარტიების, მათ შორის ქართული ოცნების, რომ აუცილებლად 90 ხმა დააგროვოს. ეს პროცესი იყო 6 წლის წინ ჩატარებული ქართული ოცნების თანხმობით და მოწონებით. დღეს მათ რატომაც ეს აღარ მოწონთ. ჩვენთვის ეს ორგანიზაციები, იგივე ორგანიზაციებია, ვინც აქამდე იყვნენ და არიან, ახლა ვის ვირჩევთ? ქვეყნის უმთავრეს ადამიანის უფლებების დამცველს. ვის უნდა მოусმინო ასეთ საკითხში? ვინაა ხალხი, ექსპერტები, ვინც შესაძლოა ჩემზე უკეთ იციან და თქვენზე უკეთ, ვინ გაუძღვებოდა ამ საქმეს? ადამიანის უფლებების დამცველები. და ეს არასამთავრობოებიანი ადამიანის უფლებების დამცველები. ყველა კანდიდატს მოუწოდებთ, რომ ითანამშრომლოს ამ კომისიასთან, მათაც შეაფასონ. ჩვენ ველოდებოდით შეთანხმებული, როგორც ვიყავით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანდიდატის დასახელებას. ჩვენთვის 3 კანდიდატი არის საპატივცემლო. თუ რა სტრატეგიით წავალთ, 3-ს დავასახელებთ, 1-ს დავასახელებთ. ამაზე გვჭირდება კონსულტაცია ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს შენიშვნა ვითომ გამჭვირვალე პროცესთან და არა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებთან. ეს ფილტრი გაუგებარია ჩემთვის, რისთვის სჭირდებოდათ, ისედაც შეიძლებოდა ამ კანდიდატების არჩევა, მაგრამ მთავარი არსი არის ის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ერთ კანდიდატზე შეთანხმება, წარმოვიდგინოთ აუცილებლად 7 და იმ 7-დან ქართულმა ოცნებამ აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი. განსხვავებულია მართველი გუნდის პოზიცია, ისინი კრიტიკულად აფასებენ მესამე სექტორის საქმიანობას ამ კუთხით და ამბობენ, რომ პროცესმა საკმაოდ არაგამჭვირვალე ჩაიარა, რამაც სწორედ ის შედეგი მოიტანა, რაც დღეს არის ქართულ ოცნებაში. ფიქრობენ, რომ წარმოუდგენელი კანდიდატები არიან საქართველოში მომუშავე რამდენიმე მაღალანაზღაურებადი, უბრალოდ მდიდარი NGO-ს მიერ შერჩეული და ისინი რეალურად სახალხო დამცველის პოსტზე ვერ იქნებიან რელევანტური კანდიდატურები. არის აი ესეთი გამდიდრებული
გაზულუქებული არასამთავრობო ორგანიზაცია NGO-შნიკები, რომელსაც აქვს რაღაც კლანი 4 თუ 5 ორგანიზაცია ასეთი, რომელიც შეიკრიბებიან, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და წარმოადგენენ. ჩვენ თქვით, რომ ღია და გამჭვირვალე გავხადოთ ეს პროცესი. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი კადრი წარმოადგინოს. ჩვენ დავალოდებით დარწმუნებული ვარ, 29 სექტემბრამდე გაცილებით მეტი კანდიდატი დარეგისტრირდება და შესაბამისად მე ის კომისია, რომელიც შედგა უკვე 9 კაციანი კომისია არასამთავრობოებიდან დაკომპლექტებული, იქ გაივლიან შესაბამისად აი ამ პროცედურებს და შემდეგ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა პარლამენტს შესაბამის კომიტეტებს, რომ უკვე ღირსეული შევარჩიოთ. ჩვენ ვთქვით, რომ ავიღებთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, თლიანად ამის ველს და შესაძლებლობას დაუთმობთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს და ქართული ოცნება თავად არ დაასახელებს კანდიდატს. შესაბამისად, ეს კომისია შერჩეულია პროფესიული წრეების მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან და არის სრულად ობიექტური და ნეიტრალური იმისთვის, რომ შეარჩიოს წარმოდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესოები და უკვე წარუდგინოს პარლამენტს მსჯელობისთვის. სახალხო დამცველის კანდიდატად დარეგისტრირების ვადა 29 სექტემბერს იწურება პარლამენტმა 90 ხმით ახალი სახალხო დამცველი მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დაამტკიცოს.